მადლობა დათო, დავით ფრანგიშვილი უფრო დეტალურად სპორტულ სიახლეებს ცოტა მოგვიანებით გაგვაცნობს. მანამდე კი დილის გადაცემაში ეკა ამირეჯიბიც უნდა მოვეკითხოთ და გავიგოთ დილიდან სად არის ის სტუმრად. დილამშვიდობისა ეკა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ეკა სიმართლე გითხრა, მე ცოტათი მეშინია როგორ გაუძლებენ მამაკაცების სტუდიაში დღევანდელ ჩემს ჩართობს და ასევე ის მამაკაცებიც, რომლებიც დღეს ტელეეკრანებთან გვადევნებენ თვალყურს, ასევე მესმის იმ ქალბატონებისაც, ვინც უკვე წამოვა აბაშიძის მიმართულებით ნომერ 14-ში მდებარე თეთრეულის მაღაზიაში რომელიც გთავაზობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ ყოველთვის მიმზიდველად, მომხიბლელად, უამრავი ცნობილი ბრენდი, მსოფლიოს წამყვანი ბრენდი და რაც თავარია ახალი შემოდგომა ზამთრის კოლექცია, რომელსაც დღეს თქვენთვის რუსთავიერის დილის მაყურებლისთვის სპეციალურად მოწვეული მოდელები წარმოადგენენ პირდაპირ ეთერში, ასე რომ დაგველოდეთ და გვიყურეთ, მე უკვე შევალ მაღაზიაში, გადავხედო პროდუქციას და დაველოდები მომდევნო შეხვედრას თქვენთან. დროებით. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი მაყურებელი დაელოდება ეკა ამირეჯიბის ჩართვებს, რუსთავიერის დილის გადაცემაში კი დილის კურიერის დრო. დილამშვიდობისა პირდაპირ ეთერშია დილის კურიერი. საქართველოში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი ჩამოვა, ამის შესახებ მან ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ფლობს საქართველოს სასჯელ ახსულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრს განუცხადა. დიმიტრი შაშკინი და მაკეინი ერთმანეთს რამდენიმე საათის წინ ვაშინგტონის სასტუმრო რედისონში შეხვდნენ. მოგვიანებით შაშკინი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 25-ე მშვიდობის ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დაესწრო. ჰილარი კლინტონმა რუსეთში ვიზიტისას შესაძლოა საქართველოს საკითხიც განიხილოს. რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ წამოვწევთ ისეთ საკითხებს, რომლებშიც ჩვენი შეხედულებები განსხვავდება. მათ შორის არის საქართველოს და ნატოს გაფართოება. განაცხადეს